გამარჯობა მეგობრებო, ტვინის გასაღების 27-ე ეპიზოდით დაგიბრუნდით. ძალიან მოხარული ვარ ამ ციფრებს ნელა ვამატებს და ძალიან მიხარია. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. და მინდა გადავიდეთ ზაფხულის ხელდღეებზე რა. მოგვადგა უკვე ის მომენტიც, რომ ყველა დასასვენებლად მიდის და გაიცალა ქალაქი და ყველაზე მეტად მიყვარს ქალაქის ესტრო. იმიტომ რომ აი სუკვირაა მართლა და როგორც გინდა რანაირად გინდა გადიხარ, გამოდიხარ თავისუფლად ხარ და რა ვიცი. ასე თუ ისე სადაშორისო თუ ხალხურებული რამდენად აი ხა მანქანები და მოსახლეობა გაზრდილი თბილისში რომ მაინც არის ასე თუ ისე სადღაც მოსაღამოდება რაღაც ასობები ასე თუ ისე მაინც არის რა. კი, წარმოიდგინე ხო რა დონეზე არის და აი ადრე არ გახსოვს საერთოდ მაშინ მანქანა არ და ზოგადად აი ეხა ამ თემაზე არ ვაპირებ ლაპარაკს, მაგრამ აი ეხა მოიტანა აი ერთ ადამიანზე რომ 3 მანქანაა. მიხდი? ეს ხო ცოტა ადამიანისთვის შეგნებაც უნდა იყოს, რომ ეს მოძრაობა როა და რო არ მოგწონს და ესე რო არის ჩაჭყლეტილი და ჩაჭეჭყილი რო ხა 9 მანქანით რო ყველა მანქანი და ყველა ფერზე მანქანით სიარული ხო არ მოსულა და 2 მილიონი მანქანაა საქართველოში. თბილისში კონკრეტულად თბილისში 600 და 800.000-მდე აი მაგ ზუსტად არ მახსოვს ციფრი. და რაღაცა ქენით მეგობრებო, რაღაცა მოპედი მგონია რომ რაღაც მომენტში უნდა გადავიდეს ნელ-ნელა ქალაქი მაგაზე რომ ტრანსპორტები შეიცვალოს და ან თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობდეს ხალხი ახლა მაგალითად მაგას ცდილობს. მე რიგე ყველა ადამიანი უნდა პრიორიტეტი ხო, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში არ ვიცი. ხო, მაგრამ უნდა იყოს ეგ რა, ხო და ნახე რა არის. აი ჩვენ ქვეყანაში რომ ვიძახით ახლა და ჩვენ ქვეყანაში თული იქნება, აი იმ ხალხს რომ ძალიან რომ მოწონს ევროპული სტანდარტები და ძალიან რომ რატო არ იღებენ აქედან მაგალითს ვერ ხვდები. ანუ რატო არ არის ეგრე სადაც ყოფილვარ რა ქალაქში ყოფილვარ არასდროს პრობკა მე არ შემოყვედრია და საცობი და სიგნალები და ის არაფერი რა რამდენი მანქანა დადის და დანარჩენი ველოსიპედით დადის გოგოიან ბიჭიან ქალიან კაციან ველოსიპედით ჩვენთან ხო მაგრამ აი რატო არ არის ეკულტურა ის ვაკეა და სწორია მოხდა ჩვენ ძალიან რელიეფური ქალაქია ჩვენი და ანუ მოტოციკლი ანუ მაგრამ მესმის რა ასე პროსტა კონკრეტულად ველოსიპედი აი ელექტროველოსიპედზე რას მეტყვი ნუ ეხა ხო და თუ სურვილი არსებობს ხვდი ანუ გაკეთებადია ანუ უბრალოდ რა არიცო რაღაცა დისკომფორტებს იქმნი, მაგრამ რაღაც საერთო დიდ იდეას ეხმარები რა, ამითი რა. თორე ხა რამდენი პრობლემა არის ეგეთი, რომ მართლა რო აუცილებელია წავიდეს ადამიანებმა თუ საზოგადოებამ და თვითონ მოქალაქეებმა თუ თავის თავზე რაღაც პასუხისმგებლობები არ აიღეს, ეგრე ვერავინ ვერაფერს ვერ აზრობს ვერ შეძლებს რა. მაგრამ მაინც მინდა რომ დაუბრუნდები ისე იმ პერიოდზე, ვინატრებდი და ვიოცნებებდი, რომ აი ესეთი მოძრაობა იყოს მეტი არა რა. მოკლედ მინდოდა რომ პირდაპირ ამ ვიდეოთი დაგვეწყო რა, მაგრამ მართლა თავს ვეღარ შევიკავი და ჩავთო ისეთი სასაცილო და აი რა ვიცი რა ხალხში ვიყავით მართლა ჩანს რა რეჟიმში ცხოვრობდით. და ანუ ეხლა მეგობრებო ორი სიტყვით გეტყვით. მიხეილ სააკაშვილის დანიშნული მაშინდელი მთავრობის ჭიაბერაშვილი, რომელიც აი ყველას ახსოვს ვინ იყო თუ რა იყო თუ ესე. მოკლედ დანიშნულმა მერს მიცეს საჩუქარი, რომელიც საჩუქარიც ამან არა იყო და ატეხა ერთი ამბავი რომ ასე ქვია, საჩუქრი თუ აქ მე კორუმპირებული კაცი კი არა ვარო რომ მისულიყო ეს ამბავი გასულიყო იმ დონემდე რომ ყველას გაეგო რომ ჭიაბერაშვილი რა ჯიგარი და წესიერი და აი მენა ეგეთი ტიპია რა. ნუ საბოლოოდ ეს ხალხს ნაცარი შეაყარეს და ისე აღმოჩნდა რომ ამან ამ საათზე უარი განაცხადა, მაგრამ სატო პრეზიდენტმა მოიხსნა ხელიდან ეს საათი და პროსტა ჩავთოთ ეს ვიდეო რომ ყოლა აღარ გამომივიდეს. მე მინდა მადლობა უთხრა ქალაქის მერს, მე ვფიქრობ ძალიან კარგი ქალაქის მერი ყავს. სხვა შორის მინდა გითხრათ რომ ესეთი სასაცილო უბრალოდ ძალიან მართლა ჩემთვის მნიშვნელოვანი საქციელი იყო. ეცინება პატარა სამაქრო თუ მობრძანდებით აქ ბატონ ზურაბ, მე ჩემს საათებს მინდა გაჩუქოთ. ისეთი ძვირი შეიძლება არ არის, მაგრამ მე თქვენ არაფერი არ მინდა კარგად მუშაობას გადმოთ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისის მერი გულდაწყვეტილი არ დატოვა. მას ახლა უკეთესი საათი აქვს და თან არანაკლები ფირმის. ყველაფერი კი მთავრობის ხდომამდე რამდენიმე საათით ადრე ასე დაიწყო. მე 6 თვეა აქ ვარ და არავის არ შეუწუხები ვარ იმაზე რომ არის დაბალი ხელფასები. და ეს იმას ნიშნავს რომ ეს ყველაფერი არის ნაყიდი იმით რაც უნდა მოხმარდეს საზოგადოებას და თბილისს. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისანი სამგორის გამგებლის ზურაბ ადამიანის მიერ მიძღვნილი ძვირადღირებული საჩუქარი არ მიიღო. მეტიც მისი რეაქცია საკმაოდ მძაფრი აღმოჩნდა. მე გეტყვით ერთ რაღაცას რა. მე არ მაქვს დღეს შესაძლებლობა ქალაქის მერი ვარ რომ ვიღაცას ვაჩუქო $1500 საათი. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა მიუხედავად იმისა რომ სამჯერ მეტი ხელფასი მაქვს ვიდრე თვითონ გამგებელს.
და როდესაც გამგებელი ჩუქნის ვიღაცას და მით უმეტეს საკუთარ უფროს, ამას მე საჩუქარს ვერ დავაყო რა. ეს არის ტიპიური ქრთამი ჩემთვის და ეს არის გაკვეთილი ყველასათვის რა, აბსოლუტურად. როგორც გავარკვიეთ, ზურაბ ჭიაბერაშვილი აქამდე არ ხმარობდა მაჯის საათს, რადგან მისი ძველი სპორტული საათები ახალ სტილს და პიჯაკს არ უხდება. ახლა მას პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი შვეიცარიული ფირმის საათი აქვს. ოღონდ მის ტარებას მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, სადღესასწაულო დღეებისას აპირებს. ამას მე ამოსასვლელად არ გავაკეთებ, იმიტომ რომ პრეზიდენტის ამოსასვლელად უნდა ამას ჩემთვის არანაირი მატერიალური ღირებულება არ აქვს ამას. ხალხი რა დამონებულია, ხვდები, ანუ რაში ყავდა და რა დიქტატი იყო შეუძლებელი. ფარისეულობის აი მართლა ზენიტი, რასაც ქვია რა. იცი რა მაინტერესებს მე? ჭიაბეროში ხო იძახის 80 ლარზე მეტი საჩუქარი არ მინდაო. ნუ სააკაშვილის ეს საათი 80 ლარზე მეტი ეგრებოდა ეგ 76 ღირი და თურმე 6 საათი. არა. ხო ეხლა აბან აი ეხლა სააკაშვილი 80 ლარიანი ხო, არა, საათი ეგ არის და 85 მინიმუმ ხო ღირდა. მე მეორე სააკაშვილის ნაჩუქარი საათი კორუფციაში არ ჩათვალა და გამგებლის მიერ ნაჩუქარი საათი კორუფციით ხო იმიტომ რომ გამგებელი და ქულას ვერ დაიწერდა და იმასთან ქულას დაიწერდა მარტივია რა რომ ანუ აი კითხე საითაც ვიცი რომ იყო იგი გაკნევით რომ იმას ვიღაცას გონია რომ აი წარმოიდგინე ეხლა მართლა არსებობენ ეგეთი მოსაზრებები და კარგი ნუ ეხლა ეს სააკაშვილი გავიგეთ ვიღაც გაინტერესებს და საერთოდ არ გვაინტერესებს სააკაშვილმა თავისი მოჭამა უკვე არავის აღარც შიში აქვს და აღარც მოლოდინი და არავის აღარ ჯერა მაგის უბრალოდ რა სახალისო ვიდეოებს ვასეირნებთ გადაცემაში გავერთოთ ცოტა იუმორის ამბავში თორე გავიგეთ ეხლა და არავინ არ ზის და იმ სააკაშვილის გაშავებას არ სურდა იმისი რა ქვია კიდე იმას პატარა სანიკიძეს რა ქვია ეხლა გუბაზას სახელი არ ვიცი რა ქვია რა სახელიც ბოზიჩია გუბაზიში რა აზრია გუბაზიჩი საჭირო არ არის მაგ გუბაზიჩი რა ხოძია სახელიცნობა ვინ მიცა ცოდნა არ არის ხოდი მაინტერესებს რა აი გუბაზა მაგისტრის იწვალა იშრომა ხო იბრიქებოდნენ ამდენი ხანი დაგამთავრებ აი სადაც გინდათ იქ წაიღეთ ისა იურიდიული რეგისტრაცია სოზარ სუბარის გადასაწერი რა არის ამ ქვეყანაში აი ვინ არის ეს კაცი ვარდების რევოლუციის რევიზირება რო დაიწყო და მიხეილ სააკაშვილზე რო ხმას იღებს რას გასმევს ყოვლის მსმელი და ყოვლის მჭამელი სააკაშვილი რომ ადამიანის სახე დაკარგეთ აი მართლა ვერ გავიგეთ მართლა ვინ ხარ შენ ვინ ხარ ან რა გიკეთებია ან რაზე იღებ ხმას ერთი ჩახდილი პარტიის რომელიც ყველას ეზიზღება და ყველას ეკრინჯება მაგის ახალგაზრდა სახე გაიჩნდე მეტი არანაირი არანფერი არ გაგაჩნია უკან არანაირი ბექგრაუნდი შენ არ გაქვს აი ამ საქციელის გამო რომ 5 ნომრით მოევლინე ქალაქს. ვინზე ვაპარაკობ? სოზარ სუბარზე ერთ რაღაცას ვიტყვი მარტო. ანუ არავინ მიკერძოვში. ის რა ქვია? ყველა დაზარალებული ოჯახი, ვინც კი ვნახე იმ კომისიაზე მოწვეული, ვინც ისე ვიცით, ყველა ადამიანი სხვაზე არ ვლაპარაკობ. პირადად ამ კაცს მადლობას უხდის. ეხა ეს თუ ფაქტი არ არის, არ ყოფნის და ანუ შენთვის ის დაზარალებული ოჯახების მადლიერება ამ კაცისთვის დამსახურება არ არის. რავია, თავს შევიკავებ. მართლა უსირცხვილო და უნამუსო ხარ და აი ვაფშე არარაობა ხარ. არავინ არ ხარ და არავინ არ გცნობს დედამიწაზე ალბათ. ტრაგედია ის არის რომ მამამ გაუკეთა ეს ყველაფერი. და ეხლა რომ ანუ არა საიმან რა გაუკეთა ამას ვაფშე, მაგრამ ეს რა ხოდზე არის? ვაფშე აი ვინ მოგცა იქ ხოდი შე? მაგას ვერ ხვდები რა. და აქედან დაგვიჟდა და გადაგეწერთ და გადაგაშენებენ აღშენების ყურას ყოფი პარტია არის და იმის ახალგაზრდის წევრია. ანუ რო შენ ხო რა პერსპექტივა. ხო რა მე მიკვირს რომ აი მამამისმა როგორც არ უნდა ეცადა რომ ეს მან შეეტენა თვითონ ანუ ხო რამდენი წლის არ ვიცი პატარა სავარაუდოდ 25 წლამდე იქნება ჩემი აზრით მეტის არ იქნება. ხო და ვი რა უკეთებია პროსტა ეგეთი გაზერო არის. მამამისმა ეგეთი რა დააზომბა რა ანუ ეგრე რა გაზარდა რომ ეს გულანთებულია სააკაშვილი უყვარს ბიჭო ანუ ეტყობა რომ ეს სააკაშვილის ფანია რომელიც მამამისი მთელი ცხოვრება 7 ნოემბრის პერიოდებში და მე რა ქართულ ოცნებაშიც რო იყო სააკაშვილს ეგრო შეურაცხყოფს აყენებდა ეგრე ვერავინ ვერ აყენებდა ანუ აქ ხო მაგას ეგ მიჭირ რაღაცა შეუულია ხო ეს ორატორობა და რაღაცა და ეხლა სააკაშვილს აქებს
და ბიზნეს რა იცის რა უნახი, აი მართლა რა არის გამომდინარეობს ეს ყველაფერი, აი просто მაგას ვერ ვიგებ რა. არა, მე მართლა მიგვიწევს, ძალიან გასაკვირი არის. აი მე წინა გადაცემაში ცხობთ კი რა, კომენტარი დაგვიწერა ერთმა ჩვენმა ნაცნობა, რომ მამაგან თავი შვილი გაწირა და ჩვენ რას გვიზამს. აი სულ ეგ მიტრიალებს რა, მართლა ეგრე არის რა ეხლა. რაც გამოიერა თვითონ შუს თუ სურვილი ქონდა, ეთქვა რომ აი რა, არ გინდა და რაღაც. მოდი ახლა განახებ ძალიან მაგარ ვიდეოს. ესეც რაღაც ცოტა იმ პერიოდს ეხება. აი ეკაკ ბესიტაძე. თან ესენი აი ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ ამ ხალხის, საერთოდ არ ჭირდება რა, თავისი პირით აღიარებით ჩვენებები აქვთ, რას აკეთებდნენ მაგათ მიშას პერიოდში და რა ვერ ანუ რა უნდოდათ და ვერ გააკეთეს და არის ის სურვილი ამას ჩვენ ყოველთვის ლაპარაკობთ, მაგრამ ესენი თვითონ კი მართლები იყავით თუ მაგას გვეუბნებიან. სააკაშვილმა ვერ გაბედა ის რასაც ფაშინიანი აკეთებს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ესმოდა, რომ რუსეთის რბილი ძალა იმ პერიოდში ეყრდნობოდა რუსეთს, ეკლესიის ძალიან დიდ ნაწილს, პრორუსულ ნაწილს, რომლებმაც საბოლოო ჯამში დიდი როლი ითამაშეს მის დამარცხებაში, ხო? მაგრამ სააკაშვილმა მაშინ ვერ გაბედა რომ აგენტურა აღმოეჩინა ეკლესიაში, როგორც ამას აკეთებს ახლა ფაშინიანი და მის წინააღმდეგ წასულიყო. ნახე, ასიწახის? სააკაშვილმა ეკლესიის განადგურება ვერ გაბედაო. წინააღმდეგ წასულა ვერ გაბედაო, ხო? იყო მცდელობები, ოღონდ. იცი როგორ მცდელობები იყო და უნდათ პატრიარქის გადაყენება და სინოდალური მმართველობა ყოფილიყო. აი როგორ აქვს მრავალ პარტიო ეხა რომ უნდათ რომ მრავალ პარტიო ბევრი იყო ეს გადაწყვეტილებას მიიღები ხო სინოდი აი გადაწყვეტილებას პატრიარქი კი არ მიიღებდა სინოდი ანუ უმრავლესობა მიიღებდა ამის ცელობა იყო სერიოზული მაგრამ მადლობა ღმერთს ეს არ გამოუვიდათ და საშინელი ბრძოლები მართალს იძახის ეს კი არ ვერ ბევრი რაღაცა გაბედა და არ გამოუვიდა მაგრამ ბევრი რაღაცა რა თქმა უნდა ვერ გაბედა და ეს იძახის ფაშინიანი ეხა რომ პატრიარქი ისეც რამოდენიმე ეპისკოპოსი დაიჭირა იქ ისეთ რაღაცებს იძახის რომ ამაზე იძახიან რომ სომეხი არ არისო და ეს ეუბნება რომ მოდი და ჩემს სასქესო ორგანოს განახებო ეპისკოპოსს ეუბნება ეს ფაშინიანი და ფაშინიანი იყო სოროსის ფონდის რა ქვია თავმჯდომარე რა ანუ ტიპიური სააკაშვილი წინაზე ლაპარაკობდა და ერთი როშები არის პროსტა მართალია რა საიმან ეხა უფრო მაღლა ახტა ვიდრე სააკაშვილი და კი გაიჩალიჩეს კიდე რაღაცებს აი ესეთი ნაგლები არიან აი უფრო დიდი სიმაღლიდან დაეხეთქება სავარაუდოდ ხო აი ეგრეა ხო რა თქმა უნდა აი ამას პარალელურად ეს გადავაბათ აი ვიდეო ესეც აი სომხებს ეხება და ამათ რა რას იძახის ეს მავნებელი? ეს რაღაცა ეჭვეპარებად და გონიათ რომ როგორ შეიძლება თურქეთის გაძლიერებაო? აბა როგორ ვაპირებ ჩვენ ნატოში გაწევრიანებას თუ თურქეთი არ გაძლიერდა უფრო მეტად. თურქეთი ერთი ფეხი ჩადგა უკვე კავკასიაში აზერბაიჯანის სახით. ჩვენ აუცილებლად უნდა მიცოთ მათ საშუალება ჩადგას მეორე ფეხი საქართველოს საშუალებით ნატოში ჩვენი მეტად უფრო ინტეგრაციით. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ევროკავშირში შეიძლება დიდხანს კიდევ ვერ გავწევრიანდეთ, მაგრამ ნატოში შანსები გვაქვს უაღრესად მაღალი. ნახე რა ანუ მართალს ამბობს ის ბერძენიშვილი არ გჭირდებათ არავინოს მავნებლები მტრები აი ყველანაირი შეგიძლია ჩახვიდე და აიქვე ეგრე აიქვე თვითონვე გააკეთე ევროკავშირში გაწევრიანებაზე უფრო მეტად ნატოში გაწევრიანების შანსებიო ბევრად მაღალიო და აქ უნდა თურქეთი ჩვენი პარტნიორი არის რა თქმა უნდა და ჩვენ ჩვენ რეგიონში ყველასა უნდა ვიცოთ კაი ურთიერთობები მაგრამ აქ რატო უნდა ჩაუდგმევინო თურქებს ფეხი ჩვენთან როგორც რუსებს ან ნებისმიერ ჩვენ უნდა ვიცოდოთ ნეიტრალიტეტი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ხო და რატო უნდა ჩადგას აქ თურქებმა ფეხი შეხ თუ ხარ დაკვირებული თურქეთი ანუ აი ხა მე მესხი თურქების თემებიც ხო წამოიჭრა რატო წამოიჭრა ეხა ეს თემა არის აქტუალური 90-იანი წლებიდან აი 99 წელს როდესაც უზბეკეთში ტრაგედია მოხდა რომ აი გადასახლებული საბჭოთა კავშირმა 44-ში რომ გადაასახლა უზბეკეთში რომ გადაასახლეს მესხი თურქები იქ ერთ ღამეს ერთ დღეს ღამე მივარდნენ და ქალები და ბავშვები და სადღაც 100 ადამიანი დახოცეს უზბეკებმა და იმ დღიდან დღემდე ითხოვენ ამ მესხი თურქების მესხეთში დაბრუნებას და მე რაზე ვხვდები ჩვენ აი არანაირი საერთაშორისო სამართალით არანაირი პასუხისმგებლობა არ გაგვაჩნია ამათ. ანუ 200 წლის წინ ოსმალეთის იმპერიამ გადმოასახლა აქ მესხეთში თურქები, ანუ მაშინ ეს მესხეთი ოსმალეთის ნაწილში, ანუ ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა და მე 44 წელს საბჭოთა კავშირმა გადაასახლა ესენი უზბეკეთში და რაღაც შუა აზიაში მოკლედ. მაშინაც ჩვენ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით. ეხლა ვართ დამოუკიდებელი, მადლობა ღმერთს, სუვერენული, ცდილობთ მაინც სუვერენული ქვეყანა.
აი მითხარი რა შუაში არის ეს რომ ჩვენ რა ვალდებული ვართ რატო უნდა გადმოვასახლოთ მესხი თურქები ჩვენთან 600,000 ადამიანი შეიძლება 600,000 არ მოუნდეს აგადმოს მაგრამ ეხლა ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა არანაირი ვალდებულება არ არის ჩვენთვის ეს ეხლა გან აი ეს ჩვენი პრეზიდენტი ხო იყო ეხლა ჩასული დიდგორობას საერთაშორისო ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნებოდა დიდგორობას მაინც არ ყოფილიყო და აქ დიდგორობა აღვნიშნა მაგრამ აი ის მომენტი რომ ერდოღანმა იქ მესხი თურქები ახსენა იქ ჩემი აზრით პრეზიდენტმა არ იცოდა ამის შესახებ. იმიტომ რომ პროტოკოლით ხო არის პროტოკოლით არის განსაზღვრული რომ რა თემებზე შეხვდებიან პრეზიდენტები ერთმანეთს, მაგრამ მე რომ გამოდიან სიტყვით გამოსვის დროს ეხლა არავინ არ უთანხმებს რომ მოდი ეხლა მე აი ამ რაღაცებს ვიტყვი რა სიტყვით გამოსვლა და ნუ რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ და ჩემი აზრით ეს სიურპრიზი იყო. კი, ეგეთ ნათქვამს გავდა. სიურპრიზი ნათქვამს გავდა რა თან რომ მოაყოლე. აველაშვილისთვის. ხო და ეს იმიტომ კიდე იმათთვის თქვა ეს 600,000 ადამიანია რა ამ თურქი მოსახლეობა ამ 600,000 ადამიანს ელაპარაკება. ეგ ცოტა გავშალოთ, აი. ამ 600,000 ადამიანს ელაპარაკება, რომ მე თქვენ არ მოვიწყდებით რა, მე თქვენ რაგერ ნახეთ საქართველოს პრეზიდენტთანაც კი თქვენზე თქვი, რომ თურქი მესხები სავარაუდოდ დაახლოებით არიან 600,000-მდე ადამიანი, რომლებსაც ერდოღანი აი მაგ გამოსვლაზე უგზავნის მესიჯს, რომ აქ ვარ, ძმებო, თქვენ არავის არ ავიწყდებით. უფრო ჩემი აზრით იყო მიმართული იმ ხალხზე, ვიდრე ჩვენზე. ჩვენთან მართლა ოპ და უცებ. მაგრამ ეს მაშინ სურვილი აქვს. ანუ ეს რაც ნიშნავს კიდე, იცი რომ რუსეთი ეხლა ვაკვირდები კავკასიაში სუსტდება ხო რაღაც თავის გავლენებს ნელ-ნელა კარგავს. და უცებ აი რატოღაც ესე დაემთხვა რომ თურქეთმა უცებ თავისი აი მეორე ფეხის ჩადგმა მოინდომა აქ და დაიწყო ეს თავისი იმპერიული ამბიციები გამოამჟღავნა რა და ეს იმპერიალიც ამას სულ აქ გამოგასმენ ლექს რომელიც მესხეთზე ანუ წარმოიდგინე ლექსებს ყובה მესხეთზე Ahıska Mesxeto sensin içimde yanan kor ateş Çemşi mnato nagwerçxalo sensin ezeli ve ebedi yurdum Ante bulut seçxlo kavuşma ümidiyle yaşadım bunca Çemo zirdzvelo samşoblo maradio zirdzveli samşoblo ამას მაგრა ყურებია ცოტა ზირძველი სამშობლო როგორ არის მე ამას ისე ყურებია რომ საშიშია ეს არის ცილა ჩვენთვის და უნდა მივხვდეთ რომ თურქეთი ჩვენი მეგობარია მაგრამ იმპერიული ზრახვები აქვს რა თურქეთს როგორც რუსეთს და როგორც ყველა ესეთ იმპერიულ ქვეყნებს ეს ზრახვები აქვს რა და მეგობრებო დროა რომ აი და ბოდიში ერთი წუთი აი ხა განახებ აგერ ვიდეოს მესხი თურქების აი 90 წლებში ჩაწერილი და ნახეთ თვითონ ასე ძახიან ეს მესხი თურქები. Если вы говорите, запишите с грузином, то тогда говорит, родина вам открыта. Как это так? Извините, пожалуйста. Человек не становится грузином или турком. Или рождаются. Мы кем бы ни писали, народ не будет писать, что они грузины, потому что они турки. Как это так? Это же просто смешно. Свою национальность изменять. Во-вторых, кем бы ни писались, чем бы они ни сказали, что кто они не собираются нас на родину пустить. Но отдельные руководители Грузии являются ярыми нацистами. Радной землю, ანუ როგორ არის ეს? აი იცი რა მაინტერესებს? ეგრე ანუ მაგალითად აჭარაც ჰქონდათ ანუ ბაშ თელ დასავლეთ საქართველოს ოსმალების იყო და ანუ ესე იგი რაც შეიძლება ესენი მართლა თელ დასავლეთ საქართველოს თავის მშობლიურ მიწათ აღიქვამენ, ხო? ნუ ლოგიკურად ეხლა აბა ვერ გავიგე ეხლა როგორ არის მესხეთი? გავაკები იგივე ახლა იმანაც რომ მოითხოვ. არა ხო, ანუ ამბობს კიდევაც რა ვქვიაო ეხლა ან თურქი ვარო ან მე ვერ გავხდები. ხო, რა ვქვიაო, ანუ ეს საქართველოს თავრობა გთხოვსო რომ საქართველოს პასპორტი ანუ ქართველება ჩავეწეროთო და ქართველები როგორ თურქი ვარ და სწორია თურქი ხარ მაგრამ თურქი თუ ხარ წადის მაო თურქი. მიგხედოს შენმა ქვეყანამ რა თურქეთმა რა რაღაცა თურქეთში გადაასახლო ან რაღაცა ქნან მივხვდი ჩვენთან რატო ითხოვ აქ ჩამოსახლებას რომელიც 200 წლის წინ შენვე გადმოასახლე. მოდი რა გადაასახლე უკან რაღაცა ქენი რა ამიტომ იმას შემხდა ვიდეო ეს ჯაფარიძე ადრე რა ჭკვიანი კაცი რა ეგრე არ დაუკვირდი რომ მაგვიდეოს და ადრე ძალიან ჭკვიანი ბიჭი ყოფილა და რა დაიმართა მე ეპოს ნახე რა სლავა რეალურად დღეს ამ ქვეყნის მართვა არის ჩაბარებული სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციებზე. ანუ ქვეყანა იმართება ესე. რაღაცები გავაკეთოთ, რომ მაგალითად ევროკავშირის რეკომენდაციები რაც არის, რომ არ ვაწყენიოთ იმათ, ისინი თუ გეუბნებიან სწორია და მოდი გავაკეთოთ. ხო, ნატოსთან გვაქვს ყოველ წელს რაღაცა ვალდებულები, მოდი არ ვაწყენოთ რაღაცები გავაკეთოთ ნატოსთან მიმართებაში. სავალუტო ფონდთან გვაქვს რაღაცა სავალუტო ფონდი გვიჩვენებს რაღაცებს ძირითადად იდიოტობებს, მაგრამ ნუ სავალუტო ფონდია და როგორ შეიძლება ეხლა ეგეთ ავტორიტეტს ნუ იყო ამ ქვეყანაში ადამიანი, რომელიც დედას აგინებდა, მაგრამ ეგ ადამიანი ცოცხალი აღარ არის. მაგრამ ნუ აი იმას სოფლიო ბანკი არის, აი იმათ
მართლა გვაქვს რაღაცა ესეთი პატარ-პატარა ვალდებულები და ესე წვალები ზოზინით ამით იმით ნელ-ნელა მართლა მივჩოჩავ წინ მართლა მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ქვეყანა წავიდეს სწრაფად წინ ფეხზე უნდა გვეკიდოს ესენი ყველა ვინ ჩამოთვალე უნდა გვადარდებდეს ხოლმე მხოლოდ სწრაფი განვითარება აი რა მაინტერესებს რა გური ძმა რა პერედაჩაზე მოვდივარ დღეს შენთან შენ თუ ესე აზროვნებდი ძმა პროსტო უნდა მოგაბრუნოთ აქეთ რა მართლა ვერ გავიგე აზრი ის იცი ფულმა გადაწყდა არა მართლა რა და ამას ხო სწორად მიდიოდი და უცბად რა დაგემართა ან ამ ხალხ ეს მინდა რომ რილსად ამოვიღოთ ეს ვიდეო რომ იმ ხალხის ვინც ხვდები გული შეტყივა რა ამ კაცზე ანუ უსმინონ ეს ადამიანი მართლა არ არის ეს ბოლომდე მგონი ხელ ჩასაკრები ტიპია რაღაცა ამაში მე დავინახე რომ რაღაცა დონეზე შეუძლია ეგ მე ვერ დაგეცი ძალიან კარგად იცის რაც არის და როგორც არის აი მაგას ეგ რა მაგან კი არა ყველა ეს მაგიტო კარგად იცის ყველაფერი რა როგორია მაგრამ არ უნდა მავნებლები და ბოროტები და მტრები მაგიტო არიან რომ იციან მაგრამ არა იმიტომ რომ დავალება სვანაირია ხო ახლა მაგ მავნებელზე გამახსენდა ეს მავნებელი ერთი ეს ნახე პროსტა რა სიცხე ეგაა მთავარი პრობლემა ახლა ესეთი აღიარებები ბიჭო აი პროსტა მართლა ვერ ხვდები როგორ არსებობს ყურადღება რატო არ ექცევა манипуляციები არ ვიხმარეთ 2012 წლის არჩევნებში, სადაც შევძელით, სადაც გავგვიდა ალბათ ვიხმარეთ, ხო ასეა? და მიუხედავად იმ манипуляციებისა, იმ ესე ვთქვათ მასშტაბისა რა манипуляციებით შევძელით და თქვენით 40%-ზე მეტი მაინც ვერ მივიღეთ. და შანსიც კი არ გქონდა. აი როგორ ანუ манипуляციებით დაჯდა 40-60-ზე. ანუ რეალურად მოდი ჩავთვალოთ რომ თუ манипуляციებს გამოვრიცხავდით, გვიგებდა 65-ით 35-ზე ან უფრო მეტი 70-ით 30-ზე და წარმოიდგინე ტიპი ძის და აღიარებს რომ მაქსიმუმ 10%-ზე ავსულიყავით რა 40-60-ზე დაჯდა აქაც რო ავიღოთ ხა ეგ ძალიან ყველაფერი არის იმენა ხელის გულზე დევს ყველაფერს ლაპარაკობს ავიწყდებათ ის სად რა აქვს ლაპარაკები და მე მიდის ეგ რა ეგ ამბობ აი ხა წარმოიდგინე აი მაგაზე რო აი სიტახსირეების რო გავყვეთ რა იოზვიაკია ესეთი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ბრიუსელის საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას იმუქრებაო აი ამას წარმოიდგინე ეს სწორია ესე არის და ჩვენი აგენტურა და ჩვენი საყვარელი გეგელიაო ეს რა იმენა რედკი ადამიანი არის წარმოიდგინე რა სისახის ნახე ოჯახური ღირებულებების დაცვის და გამჭვირვალობის კანონების შინაარსი არის ფუნდამენტურ აცენაში ევროპულ კავშირთან აი რა ფუნდამენტურს რა არის ანუ გამჭვირვალობა რომელიც საფრანგეთში ხო და ახსნან რა ეგეთი რაღაცები ან ახსნევინონ რა ოჯახური ღირებულებები თუ ევროპულ ფუნდამენტურ აცენაში ევროკავშირთან არ გვინდა ეგეთი ევროპა აი საერთოდ არ გვჭირდება არანაირად და თუ მართლა ეგრე არის მოდი რა ვაფშე მოგა მივილტვით მაგითგენ არა აი ხა ეგრე არ არის აი ესე თუ იძაღი შერეგვინო ამას რომ აი ესე თუა მოდი რა არ გვინდა მაშინ ან მაშინ გვატყუებ ხო ანუ ორი ვარიანტი თუ მართალი ხარ არ გვინდა ან მაშინ დაღლითი ხარ და მატყუარა ხარ უკვე ისდენად აირია და აიხლართ აი ეგეთი რაღაცები ყველა ერთმანეთში აღარ ახსოვთ მე ეგეუნები რა ლაპარაკები იმიტომ აღარ ახსოვ და იმიტომ ადვილად სიმართლე გახსოვს ადამიანს ყოველთვის აი რო სიმართლეს ლაპარაკი ყოველთვის გახსოვს შენ ლაპარაკი რო იტყუები მაშინ არ გახსოვს იმიტომ რომ იმ ტყუილებში ხარ მე არეული და ხო იმდენ აი როგორც იქ ერგება იმებს ლაპარაკობ რა აი იმაზე რო ქილიკობენ რო არას ეს რა ქვია გაგვათხოვებენ და ერთსესიანთა ქორწინებაზე და რაღაც ევროპაში ვითომ ეხლა მაგის ვინმე ეშინია ეხლა და გაგვცინიან და რაღაც სისურელები და აგერ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ თქვა რომ უკრაინაში ერთსესიანთა ქორწინება თუ არ იქნება ევროკავშირში ვერ მივიღებთ ორბანმა და კიდე ისე რას იძახიანო ევროპაში არის ქვეყნები სადაც არ არის ერთსესიანი კი არის ეგეთი ქვეყნები მაგრამ ყველა დღემდე არის სერიოზულ ზეწოლაში ორბანმა არასულ წოლანთა მიერ ეს LGBT პროპაგანდის კანონი რომ მიიღო 2021-ში თუ 22 წელს იმ დღიდან დღემდე დაფინანსების უჩერებენ რამოდენი მილიარდია დაფინანსების შეუჩერეს ბრიუსელიდან როგორ ზეწოლაშია კარგად შენ თვითონაც კარგად იცი აი დღემდე არის ზეწოლებში და ნებისმიერ ქვეყანაში სადაც ეს არ არის ყველგან ყველა ევროპულ ქვეყანაში ამაზე მიდის ზეწოლა რომ ეს ანუ კანონი ანუ ერთგანას კონცეპტმა დაუშვა და აქ რა აბსურდი ანუ რა არის რომ ანუ რას ვიგონებთ ჩვენ
ჩვენ ხო არაფერს არ ვიგონებთ, ჩვენ ძალიან ფაქტებზე დამყარებულ რაღაცა ლოგიკურად ვსჯელოთ ხო ფაქტებზე ხო, ანუ ფაქტებზე დამყარებულ რაღაცა ჩვენ აზრებს არავის ხო, რაღაცას წავიკითხოთ, რომ ესე არის და მე აქედან რაღაცა ჩვენ აზრებს საუბრობთ, ხო და აი რა არის აქ გაუგებარი და რა არის აქ ესეთი აღმაშფოთებელი, რომ აი ჩვენ იქ რო შევავთ, რომ ვიდეოს რო წერენ და რო ქილიკობენ, გაგვაპინტერესტებენ და რაღაცა ხელის გულზე ჩანს ყველაფერი და ყველგან ეგრე ხდება და ჩვენთანაც უნდათ ესე და არ მოხდება რა, არ გვინდა რა ჩვენ არის რაღაც ფასეულობ ღირებულებები, რასაც არასდროს არ უღალატებთ. არასდროს. ანუ მადლობა ღმერთს კიდე ჩვენი ხელისუფლებაც ამ გზაზე დგას. ან როგორ ვაზვისო ხელისუფლებაც მაგზაზე არ დგას, ქართველი ხალხი მაინც მაგზაზე იდგა, ხო მე აი თავში აკლავე რა. შვებიან ბიჭო ჩვენ ქვეყანას და აი არ არსებობს. გუშინ წინ რაღაც გადაცემა გაიჩნდა შემთხვევით და ზიან ბიჭო წამყვანი და ია ფარულავა ყავს მოწვეული და რა შეუნი იცი კითხებს როგორ სუსავს იცი აი რამდენი უნდა გადაგიხადონ იმეთში რომ დაბრუნდეს ეს ფუ იმე მანდ როგორ აი ბიჭო ზიზღის ენას წარმოიდგინე ეთერი აქვს დათმობილი იმას რომ აუ აბა აი რამდენი მილიონი უნდა მოგცენ ხა რომ მან დაიწყო მიხვდი აი ჯერ რაც სიბანძე არის რა იაფასიანობა იმის მაგიურად ბიჭო რომ მართ ჟურნალისტი ხო ჟურნალისტის გვერდში ხო ეგ ხო ვაფშე ვინე კოლეგა და ის ვაფშე მან ეგ არის რომელიც მაგათვის რომ ჯერ პირველ სართულზეც არ არიან მე აფერზე რომ ამოვი რა კოლეგა და რა ის აი ეს ზის და მიცეს ეთერი და ამ ეთერს იყენებს რაში იცი რომ სიძულის ენას წაქეზებას ანუ ამას ათქმევინებს ისეთ სიტყვებს და ის და ესე იაფარულებს რომ იცი ვინ არის ვინ არა იცი ხვეჭი იმისავით და რავი ანუ ამ ხალხით ისი იმედი აქვს აი ეს ტიპი მე ეხა მაგ ეგ ხალი წამყვანი არასდროს აღარ შეიცვლება ეგ ხალი უკვე ჩამოყალიბებული ბოროტი ჭაობშია ბოლომდე ხო მავნებელი ბოროტი ვერ შემდგარი ვერაფერი და იქით და იაფარულავას აგინებინებს იმას რა და იაფარულავს რო ფული გადაუხადონ დამიჯერე იმეში სწავა იაფარულავა ვაფშე ყველაფერზე წავა ვაფშე ყველაფერზე წავა და ამითი რომ შენ რო გიხარია რომ ისე უზის მაგარია პროსტო 10 მილიონზე 20 მილიონზე ვინ 10 მილიონზე და 20 მილიონზე იმენა ორღობის ჟურნალისტები ხართ ჩვეულებრივი ფულზეც გაყიდული და სულ გაყიდული და ყველაფერ გაყიდული და თქვენ ვინ გაგისმენთ ვაფშე თუ ვინმე გისმენთ იჯექით ახლა ერთმანეთს შეგერდა და სიძულის ენა გაატასავეთ რა სხვა გზა არა გაქვთ არაფერი საზღვრები არიან ძალიან და ეხლა ბოლო პერიოდი ეს აქტუალურია რა ეს 3-4 დღეა რაღაც ტრამპი შეხვდა პუტინს მერე ტრამპი მერე ზელენსკი შეხვდა და ევროპელ ლიდერებს რა და ეტიკეტებს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ცხოვრებაში მაგრამ პოლიტიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს რა და ეხლა პუტინს როგორ დახვდა ხო ყველა მონახე და წითელი ხალიჩები და იქ რაღაცეები და მაგაზე გადაობა ნახე წითელი ხალიჩაზე ვითომ რა პონტი იყო და ამათი ეგ არის ანუ ამათი რაღაცეები ამათი ხო და აი მაგ თქვენ რა აქ რა როგორ შეგიძლია რაღაცა მოცემული ფაქტი აი უყურებ და ფაქტი აი თეთრია და შავად ხედავს ოღონდ ის გულწრფელად ხედავს შავს ანუ არაფერ დავფიქრებ რომ აი ეგეთი ეგ ავადმყოფობაა რომ შენ ესე ხარ ანუ რაღაც დაავადებაა ეგ რომ რეალობის აღქმა გაქვს დაკარგული და სამკურნალო ხარ რა რომ შეფასების უნარი არ გაქვს ეგრეა ამა მე ბიორმა ხო გადაუფრინა პუტინს და რაღაცა და ამაზე ეს ლიბერალური საზოგადოება ბიორი გადაუფრინა ეს ესე იგი რაღაცა ნიშანია ნიშნავს იმას რომ თუ პუტინი არ შეასრულებს პირობებს ისეთ რაკეტებს გადაცემენ მერე უკრაინას რომ სანქტ-პეტერბურგი და მოსკოვი დაბომბონდა აი ამ აბსურდში არიან წარმოიდგინე არა ის წითელი ხალიჩაო ის არის ის რა ქვია აი ხა ზელენსკი ხო ტრამპმა დაპატიჟა და ტრამპმა რო დაპატიჟა ზელენსკი ჩაულებად მიიწვია და თვითონ დახვდა რა თეს სახში და შეიპატიჟა და არც ერთი ევროპელი ლიდერი თვითონ არ დახვდა მან ხო შეეძლო მაგალითად დახვედრო და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ან სახელმწიფო მდივანი რუბიო არც არავინ სახელმწიფო თეთრი სახლის ერთ-ერთი თანამშრომელი ხალი დაახვედრა ყველა ლიდერს ანუ ეს რაშნას იცი რომ ანუ ამათ ვაფშე არანაირი ბოდიში და პრიზნავატი რომ არ არის რა დაცინის ეხადავება აბუჩათ იგდებს მართლა აი პირდაპირ აი ესე ექცევა რა იმენ აბულინგებს ჩვეულებრივად მე თუ მომინდება ევროპელი ლიდერებს დაუძახებ თუ მომინდება არ დავუძახებ აი
აი ამ ხო და არის კიდევაც ეგეთი ხოძე მიხვდი და ისინი აბა ვინ არა? მაგას გეუბნები, ისინი როგორი ცუციკები არიან. ისინი არავინ არ არის. გუცინიან და ჩვენთან რა დიდგულზე არიან. მიხვდი აი პატარა ვარ ჩვენ პატარა ქვეყანა აქ ჩვენ სასწავლობთ რაღაცა გვინდა გავიტანოთ და როგორ ეტყობათ ინტერვიუს დროს როგორი ყეყეჩია და ესე გიყურებს და ესე ანუ დამცინავი ტონით გველაპარაკე. იქ რო ჩადის პატარავდება, აი სუ პატარა ხდება. ამ სიცილშიც ეტყობა და ამ იმაში რომ შესციცინებენ და ტრამპო და გადაგვარჩინე და შენ ხარ ყველაფერი და აი ბოლომდე ურსულა როა და აი ურსულას ვანდერლენდი დავუს აი ძალიან ხა დავებათი ფერს წარმოიდგინეთ აი ეს მინდა პროსტ ეს მინდა ჩართვა აი ხარ რას ვთქვი აი ექსპერტი ფორმულაზე ექსპერტი დღეს რაც თქვა მაგალითად ბრაიან მესტმა რომელიც არის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი რესპუბლიკელი მან განაცხადა რომ ის ერთგვარი სიმბოლური მახასიათებლები რაც მოხდა ამ სტელსების და F-22-ების შორის პუტინის გატარებით ეს არის იმის გამოვლენა რომ თუ ჩვენ ანუ თუ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას და პუტინი არ დათანხმდება შეთანხმებაზე ჩვენ გავააქტიურებთ მაქსიმალურ სამხედრო დახმარებას რომელიც მიწვდება პეტერბურგს მოსკოვს და რუსეთის სამხედრო და ნავთობის ბაზებს ესე ვთქვათ. ასე რომ შეიძლება ეს ამასაც გადაითარგმნოს სამავლოდ თუ რუსები არ იქნებიან ზავზე თანახმა. აი ექსპერტია ეს ხა. ნუ აი ესეთი ექსპერტები რა. აი რა ჩაძირომანას თუ ეთამაშები რამე. აი 6 ჩაიძირა. ანუ всё, მორჩა, მესამე ისე წყნარად მოყვა ხა მესამე სოფლიო მინდა კაცობრიობის გადადგურება თითქოს. ეს ტიპია, საჭირო ეს ტიპია, საჭირო და ის რაკეტა მიუშიეთო საქართველოსო. ეს ორნი უნდა იყვანო შეხვედრაზე, რომ ამან უნდა დააპროგრამებინოს და იმან მიმართულება მიეწოს. ანუ всё. აი ცოტა სერიოზულად რა შეხედათ ამ საკეს, აი ამ ომის დასრულება გულწრფელად ყველაზე მეტად უნდა ტრამპს. არც ზელენსკის, არც პუტინს და არც ევროპას. ყველაზე მეტად ამ გაგრძელება უნდა პუტინს. და ყველაზე დიდი მოკავშირე პუტინის არის ზელენსკი. იმიტომ რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ომი, მით უფრო ბერდით ტერიტორიებს დაიკავეს რუსეთი და რა თქმა უნდა ხვაწყობთ ხო მაგათ რომ უფრო მეტი გავლენები და უფრო მეტი ტერიტორია დაიპყრო. ზელენსკის საშინლად ეშინია მშვიდობის. იმიტომ რომ აქ მშვიდობა უკრაინაში არის იცის რომ ზელენსკის ფეხებით დაკიდებენ. ანუ ამას მიხვდი აი ვიღაცა უკრაინელი ჯარისკაცის ჩანაწერია ჯაჯა ტრამპს ეუბნება რომ გეხვეწებითო ეს ისე ქენითო რომ ზელენსკიო ჩვენ ჩაგვივარდეს ხელშიო რა სამხედროებს და განახებთო მე레ო დემოის რა ქვია განახებთ მერე როგორ უნდაო 91 წლის საზღვრების აღდგენაო და ეს ხელს ჩაგვიგდეს ეს ერთია და ეგრე რამდენია წაგებული ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი საერთოდ სხვანაირი არის ძალიან გაბურო ჩვენთან 90-იან წლებში ჩვენი ქართველი გმირები ვინც ომობდნენ ხო დაბრუნდნენ აქეთ ყოველთვის რა სიტუაცია იყო იქ წარმოიდგინე რამდენი არიან ბიჭო მილიონი ანუ რამდენი ნახევარი მილიონი ყველაზე ცოტა ხო არის აი ეგ ნახევარი მილიონი ადამიანი რო დაბრუნდება უკრაინაში ომი რო დამთავრდება ზელენსკის როგორ წარმოგიდგენია ვინ გააჩერებს უკრაინაში ხო ან რომელი ქვეყანა შეიფარებს ზელენსკის არ ვიცი მე ეჭვმეპარება რომელიმე ევროპულმა ხო ხდება შეიფარონ რომ იქ ყავდეთ თავის ცხოვრება სიტუაცია. ან მიხვდი რას ხა იქ ყველაზე მეტად ეშინია ზელენსკის. ევროპელს კიდე იქ თავისი ინტერესები აქვს რა თქმა უნდა და ეხა ესე აქიდან ეხაც ევროპელი ცდილობენ აქიდან უმტკინეულად გამოვიდნენ რამენაირად და ყველა ცდილობს რომ ზელენსკის ჩემი აზრით ზელენსკის შეაწმინდონ ყველაფერი მაგას დააბრალოს. ხო, შეაწმინდა მე კიდევაც სულ ეგრე ხდება. არის ტრამპი, ვისაც მართლა უნდა და რატომ უნდა ოღონდ ტრამპს? იმიტომ რომ ნობელის პრემია. აბა რა, აიღებს კიდევაც. პრეზიდენტი გახდებოდა, გახსოვს, მაშინ ვლაპარაკობთ მაგაზე, რომ შვიდობის დარგში უნდა ნობელის პრემია. ითვლის ბიჭო, აი 6 ომი დავასრულე და თითებზე ითვლის ეხა მე-7 გუშინ 7 ომი დავასრულე, თქო უკვე უკრაინის ომით შეიყვანა, არ ვიცი, მაგრამ ეხა ეს მოდერნის რეალურ რამდენი ომი დაასრულა ეგ კიდე საკითხი, მაგრამ აი ნუ მარცხა ნეტა ტრამპისკენ ვართ ბოლომდე ჩვენ რა, ყველაფრით და ეხა აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ისრაელმა და კიდე 7 ქვეყანას შეიტანეს უკვე რომ ნობელის პრემიაზე წარადგინეს ტრამპი. ამას მართლა ერთი სული აქვს ეს უკრაინის ომის და ხო, მაგას აი ამას დაასრულებს და იმას აიღებს. მაგიტო უნდა ხო, ანუ ის არა რომ ეხა გული შეტკი მაგას ამერიკის გარდა არავინ არ აინტერესებს რა და თავის გარდა და
ასე რომ ანუ მაგიტომ ჯერა მთელი გულწრფელობით რომ აი იმიტომ ძალიან აშკარად ჩანს ითვლის ამ აი ითვლის ამ მშვიდობის ყველგან მაგას აპარაკოს და უცებ ეგრევე აგერ ნობელზე წარადგინეს ამ ქვეყნება სომხეთი აზერბაიჯანი კი მშვიდობა ხალხო გააფორმდა რამდენად ეს პერსპექტივა არა იქ ამომის დასრულებით ეგ ხდება მაგ თავარი უკრაინა რუსეთის ომი რომ დაასრულს უკვე მაგაში ეკუთვნის ყველა ეს რაღაც ომებიც რომ დავივიწყოთ მარტო მაგაში ეკუთვნის მართლა ამ კაცს მოდი ნენელ დასასრულისკენ წავიდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი გააზიარეთ ეს ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს ჩვენ უბრალოდ ერთი ღილაკის დაწერით ჩვენ ძალიან გაგვაბედნიერებთ მაგით დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს ჩვენს მენელს გამოიწერეთ ჩვენი არხი გაიზარებთ YouTube-ზეც TikTok-ზეც Facebook-ზეც ავი მაყურებლები ემატებიან ხალხიც ემატებიან და დიდი მადლობა ამისთვის თქვენ ნახვამდის მომავალ შეხვედრაზე